სამეგრელო ზემოსვანეთის რეგიონში გვაქვს ძალიან ბევრი ბაღი, როგორც ახალი, ისე სრული მოსავლიანი ბაღები. ლურჯი მოცვის კულტურა ახალია ჩვენი რეგიონისთვის, როდესაც ფერმერები გადაწყვეტენ, გააშენონ ლურჯი მოცვის პლანტაციები საწარმოო იგივე თუნდაც პირადი მოხმარებისთვის, ფერმერებს საშუალება აქვთ მიიღონ კვალიფიციური აგრონომების კონსულტაციები, თუ მათ ბაღში რამე პრობლემა შეექმნებათ, შეუძლიათ მოგმართონ ჩვენ ცენტრებში. აგრონომები მივლენ ადგილზე, დაათვალიერებენ ბაღს, გაუწევენ შესაბამის რეკომენდაციებს და შეუძლიათ ეს ყველაფერი გაითვალისწინონ. რა თქმა უნდა, ნებისმიერი კულტურის მოვლა-მოყვანის დროს აუცილებელი არის გავითვალისწინოთ აგრონომის რჩევები. აუცილებელია ფერმერმა იცოდეს, რა ჯიშების გაშენება უნდა, რა ნიადაგი აქვს და ამისთვის უნდა გააკეთოს პირველ რიგში ნიადაგის ლაბორატორიული ანალიზი. როგორც ვიცით, ლურჯი მოცვის კულტურა ძალიან კარგად ეგუება მჟავე ნიადაგებს და საუკეთესოდ ხარობს, როდესაც ნიადაგის არე არის სუსტი მჟავე. აუცილებელი არის გასხლა ამის. სჭირდება სპეციფიური მიდგომა ამ გასხლას. ჩვენ ორჯერ ვატარებთ გასხლას. პირველ ეტაპს ვიწყებთ, როცა მოსავალს ვამთავრებთ, ეს არის ივლისის თვე და მეორე გასხლას ვიწყებთ დეკემბრის თვეში და ეს პროცესები გრძელდება დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებამდე. მოსავლის აღების შემდეგ აუცილებელია პრევენციისთვის, ავადმყოფობის წინააღმდეგისთვის ფუნგიციდების წამლობა. დღეს მოვახდინეთ ეს ერთი პირველადი წამლობა. გამოვიყენეთ ფუნგიციდები სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასევე დაგეგმილი გვაქვს ინსექტიციდების გამოყენება სხვადასხვა მამლენების საწინააღმდეგოდ. რჩევა ფერმერებისთვის, როდესაც ბაღს აშენებენ, მაქსიმალურად გამოიყენონ ტრენინგების მხრივ, აგრონომების კონსულტაციის მხრივ, მათთვის ეს მომსახურება არის ყველა საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრში და შეუძლიათ მათ მოგმართონ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მუნიციპალიტეტში და ისარგებლონ ამ სერვისით.